გთხოვთ, ჯო უილსონს არ გააგებინოთ ამ ბრიფინგის შესახებ. კობახიძემ საგანგებო ბრიფინგი ამჯერად ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას მიუძღვნა. მისი თქმით, ჩინეთი არის ერთადერთი მშვიდობიანი სუპერსახელმწიფო მსოფლიოში. კობახიძის მტკიცებით, გარე ძალებთან მიმართებაში მათზე მდგრადი ძალა იშვიათია. ღმერთმა უწყის, ყავაში ჩაიხედეთ, მე არ ვაპირებ, ასე უპასუხა მან შესაძლო გადადგომაზე დასმულ კითხვას. ზუგდიდში მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის კაცი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან გარდაცვლილი იპოვეს. მანამდე ბახუ შამუგიამ 55 წლის ედიშერ შამუგია ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით შემთხვევას წინ უძღოდა კონფლიქტი, რომელიც მიწის ნაკვეთთან დაკავშირებულ დაავას უკავშირდებოდა. მოხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. საქართველოში რეგისტრირებული კრიპტო პლატფორმები ევროკავშირის სანქციების 21 პაკეტში ისინი სხვა სანქცირებულ კომპანიებს მომსახურებას უწევდნენ ან გვერდის ავლაში ეხმარებოდნენ. Financial Times-ი წერს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 21 პაკეტი ბანკების, ნავთობმოვაჭრეებისა და კრიპტო პლატფორმების წინააღმდეგ ახალ შეზღუდვებს ითვალისწინებს. ევროკავშირი რუსეთის პატრიარქ კირილს დაასანქცირებს. ინფორმაციას ევრონიუსის 3 დიპლომატის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მას შემდეგ, რაც 2022 წელს უნგრეთმა ამ გადაწყვეტილებას ვეტო დაადო, ევროკავშირი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრისთვის სანქციების დაწესებას ხელახლა შეეცდება.